წინა საარჩევნო მარათონი ბრუნდება მეორე არხის პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარს, საარჩევნო ბლოკი, ჩვენების სახალხო პარტია, ქალბატონი ნანა ყენიშვილი. მოგესალმებით, ხალხო ნანა. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. ხალხო ნანა, ალბათ საუბარს აუცილებლად დავიწყებთ იქიდან, რატომ დატოვეთ ქართული ოცნება, თქვენ მზადდებოდით მართლ გუნდში, თქვენ იყავით საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დატოვეთ ქართული ოცნება, თუმცა ყოველგვარი კონფლიქტების და ხმამაღალი განცხადებების გარეშე რა მოხდა ხალხო? რატომ წამოხვედით მთავრობიდან ასე ვთქვა? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ალბათ უკვე დრო არის 25 წელი დამოუკიდებად საქართველოს არსებობის მანძილზე. თითოეული ჩვენთაგანი ისე გავიზარდეთ პოლიტიკურად, რომ სწორედ ხმაურის გარეშე უნდა ვაკეთოთ საქმე და გადაწყვეტილებებიც მივიღოთ მკვეთრად, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ. რატომ დავტოვე? იმიტომ დავტოვე, რომ როდესაც 2012 წელს მე ამ გუნდში შეუერთდი, ქართული ოცნება მყავს მხედველობაში და ამაყივარ, რომ მე ამ გუნდში შეუერთდი და მონაწილეობა მივიღე და ერთი აგური დავდე იმ საქმეში, რაც სრულიად საქართველოს 2012 წელს ერთად აიხდინა ოცნება, ასე ვთქვათ. მაგრამ მე წელს, როდესაც შევხედე უკვე გამოაცხადეს სხვადასხვა რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები, ვნახე, რომ არაერთი ადამიანი დასახელდა ყოფილი ნაციონალური მოძრაობის გუნდის და წევრები. მაგალითად, თუ შეგვიძლია რომ დავაკონკრეტოთ, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანზე არის საუბარი საზოგადოებაში, მაგრამ თქვენ რომელს გულისხმობთ და რომელმა სახემ გაგაღიზიანებთ? იცით, მე მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიცავდი კორექტულობას, ძირითადად ჩემი გუნდის ანუ უпроსწორედ ჩემი კოლეგები ბევრი არიან მაქსიაში, რომლებიც ყოფილი პარლამენტარები იყვნენ ოღონდ ნაციონალური მოძრაობიდან, ანდაც საქართველოს ძალიან პატარაა და სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას გადაკვეთილა ჩვენი გზები, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ამიტომ მაყურებლისთვის მიმინდია, ყველამ ძალიან კარგად იცის ამ გვარების შესახებაც, ამ ისტორიების შესახებაც. მე უბრალოდ ვიტყვი, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები ქვეყნის ხალხის ერთგული და შევეცდები მათი იმედები ბოლომდე გავამართლო. და რაც შეეხება იმას, რომ არასოდეს მე არც ერთი გუნდის ასე ვთქვათ კრიტიკას არ მოვყვები და ვიტყოდი, რომ სრულიად საქართველოს დღეს უკვე უნდა მივიდეთ იმ ათვლის წერტილამდე, რომ დღეს ყველაზე დიდი მტერი ყავს სიღარიბე და სანამ ყველა ერთად არ გავერთიანდებით და ამ სიღარიბეს არ შევებრძოლებით, არ მგონია, რომ სწრაფი შედეგები დავდოთ. მე თვითონ როგორც საქართველოს მოქალაქეს, როგორც დეპუტატს მომწყინდა 4 წელს განმავლობაში იმის მოსმენა, რომ ნაციონალები ადანაშაულებენ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ქართული ოცნება პირიქით ნაციონალებს და ასე შემდეგ. და ამასობაში თითქმის 4 წლიდან, ჩვენი მმართველობის 4 წლიდან, ალბათ სადღაც 2 წელი ფუჭად დაიკარგა აი ამ ერთმანეთის დადანაშაულებაში. თუმცა მოსახლეობის დაკვეთა სამართლიანობის აღდგენა, საქმე არ გამოიხატება ურთიერთ ზღვაში, ქართულმა ოცნებამ ვერ შეასრულა ბოლომდე თავის დანაპირები. ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან მინიმალური შეასრულა ამ დაპირებიდან და ძალიან დიდი რაოდენობა მოსახლეობას კვლავაც ითხოვს. ეს მოთხოვნა მათთვის უცვლელია. სწორედ დაგეთანხმებით და სწორედ ამიტომ პარტია ჩვენები გაერთიანდა სახალხო პარტიასთან ერთად ბლოკში და ჩვენ ერთიანი პროგრამა გვაქვს წარმოდგენილი თუ როგორ ხედავთ ქვეყნის განვითარებას და მე ნება მიბოძეთ რამოდენიმე პუნქტს მოგახსენებთ აქედან, რომელსაც ვთვლით ჩვენ, რომ ძალიან აუცილებელია ქვეყნისთვის. პირველ რიგში ალბათ ამაყი ვიქნებოდით, უკი ჩვენი სახელმწიფო იფიქრებდა იმაზე, რომ მოხდეს კანონმდებლობის აუდიტი. გადახედვა მოხდეს იმ კანონმდებლობის, რომელიც დღესდღეობით ქვეყანაში მიღებული კანონმდებლობის, რომელიც რასაკვირველია 4 წელს განმავლობაში ჩვენს მიერ მიღებული კანონებით და გეტყვით, რატომ გვაქვს ეს ერთ-ერთი მთავარი სლოგანია საარჩევნო დაპირება თქვენი გუნდის. დიახ. კანონმდებლობის აუდიტი.
დიახ, კანონმდებლობის აუდიტი და ეს რაც შეიძლება ძალიან მალე უნდა მოხდეს. მე არ ვამბობ, რომ ამაზე ძალიან ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ, მაგრამ განუმარტავ მაყურებელს თუ რატომ უნდა მოხდეს ეს კანონმდებლობის აუდიტი. იმიტომ რომ არის კანონები, რომლებიც 20 წლის წინ მიიღო საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ და იქედან ფრაგმენტულად იცვლებოდა მე აი ამ 8 მოწვევის პარლამენტში სხვადასხვა დროს რაღაცა ფრაგმენტები, როდესაც რა იყო საჭირო. მაგრამ ეს რაღაცა ძალიან ისე თუ შევადარებთ მარტივი ენით, მომაგონებდა დაუშვათ დახეულ კაბას, სადაც აქა-იქ რაღაცა ჩაკერებები გაკეთდა. ეს არამც და არამც არ წარმოადგენს 21 საუკუნის კანონებს. ამისთვის პირველ რიგში ამ აუდიტი უნდა ჩატარდეს ამისა და ჰარმონიაში მოვიდეს ერთმანეთთან ახალი და ძველი კანონები. რომ ჰარმონიაში მოვიდეს, ჯერ უნდა ვნახოთ რა ქონდა 20 წლის წინ, რა გვაქვს დღეს და სად არ ეთანხმებიან ეს კანონები ერთმანეთს და რა უკეთესი იქნება, რომ 21 საუკუნეში იფუნქციონიროს ამ კანონებმა და მივიღოთ ძლიერი სახელმწიფო. აი აქედან გამომდინარე, აქედან დავიწყებდი მე ამ საკითხს და შემდეგ უკვე მივაბავდი იმას, რომ დღეს ქვეყანაში არ არსებობს დიასახლისის სტატუსი, არ არსებობს უმუშევრი სტატუსი. მრავალშვილიანი დედის დიახ, ზუსტად თქვენ დამასწარით, მრავალშვილიანი დედები ჩვენ პროგრამაში პირდაპირ გვიწერია, რომ მრავალშვილიანი დედები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ საცხოვრებელი ბინებით. და თქვენ წარმოგიდგენიათ, აი ამ ჩვენ გაჭირვებულ მოსახლეობისთვის როგორი შვება იქნება და რამდენი შვილი დაიბადება შემდეგ, როდესაც სტიმული ექნებათ მათ, რომ აუცილებლად ისინი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდებიან. თუმცა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იყო რა გარკვეული სტიმული, დეკრეტული შებულება, ანაზღაურება გაიზარდა და იყო გარკვეული წინსვლა. დემოგრაფიული პროგრამა, რომელიც ყოველ მესამე შვილზე და არამც და თუმცა საკმარის შესაძლო არ არის, მაგრამ დიახ, ზუსტად. მე არამც და არამც ჩვენ ხელისუფლებას არ ვაკრიტიკებ და არ ვამბობ იმას, რომ მათ არაფერი არ გააკეთეს, პირიქით, ძალიან ბევრი გააკეთეს იმ პირობებში, გავაკეთეთ ჩვენ ყველა მე იმ გუნდის წევრი ვიყავი და გავაკეთეთ ძალიან ბევრი ის რაც შეიძლებოდა, რომ იმ პირობებში გაგვეკეთებინა, რასაც კოალიციური პირობები და კოჰაბიტაციური პირობები ქვიოდა, მაგრამ არ იყო ეს საკმარისი. თუნდაც სადაზღვევო სისტემა ავიღოთ, მე სოციალური სფეროდან მოვედი პოლიტიკაში და გუნდის შიგნით მუდმივად ვამბობდი, რომ არ შეიძლება, რომ ეს საყოველთაო დაზღვევა, რომ იყოს ყველა ადამიანზე თანაბრად. ეს უნდა იყოს ხელფასიდან გამომდინარე და ჩემ მაგალითზე ვამბობდი, მე დეპუტატი ვარ და რატო უნდა მქონდეს სახელმწიფო დაზღვევა? არ უნდა მქონდეს. ჩემი და ჩემნაირების თანხა, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს, ის უნდა წავიდეს იმ სოციალურად დაუცველებზე, რომელიც ესოდენ ბევრია ქვეყანაში. ეხლა გარდა ამ საკითხებისა, სოციალური პოლიტიკა არის თქვენი წინასაარჩევნო დაპირებების ერთ-ერთი ამომავალი წერტილი, როგორც მინისტრი. ერთ-ერთი ამომავალი წერტილი, ერთ-ერთია, ოღონდ ამომავალი არა, ჩვენი არის ამომავალი ეკონომიკა. და ჩვენ ვთვლით, სწორედ აქამდე მივდიოდი, თუ სოციალურ პაკეტებს გავდით, თუ გაუმჯობესდება სოციალური მდგომარეობა, ბუნებრივი ამას ჭირდება თანხა, რომელიც უნდა არსებობდეს სახელმწიფო ბიუჯეტში, იმისთვის რომ ეს ყველაფერი დიახ. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, მომწონს თქვენი სახელმწიფოებრივი ხედვა, მეც და ჩვენი გუნდიც ზუსტად ასე ვთვლით, რომ პირველ რიგში ქვეყანაში უნდა იყოს ეკონომიკა, მაგრამ დღეს ყველა საუბრობს, რატომღაც ეკონომიკა წარმოუდგენიათ უმეტესობას, მხოლოდ და მხოლოდ ტურიზმით, მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ფრაგმენტული პროგრამებით ან ინვესტორის შემოსვლით. ეს ძალიან კარგია ბატონებო, მაგრამ სახელმწიფოს უფრო სხვა რამე ჭირდება. სახელმწიფოს ჭირდება მასიურად წვრილი და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რომლითაც გაჩნდება საშუალო ფენა. თქვენ გააქვთ ხელშეწყობის მექანიზმები ჩადებული თქვენ წინასაარჩევნო პროგრამაში და რას გულისხმობთ ეს ცოტა უფრო ეკონომიკაზე ოდნავ უფრო ცალადაც რომ ვისაუბროთ. მოხარული ვარ, რომ სწორედ ჩვენი პროგრამის ამ ნაწილმა დაგაინტერესათ უფრო მეტად. ჩვენ გულისხმობთ ამაში იმას, რომ დღეს ოფიციალურად 9 მილიონამდე ადამიანი არის სიღარიბის ღვარსდაბლა, მაგრამ რეალურად არის იმაზე უფრო მეტი. ეხლა, როდესაც გავიხსენებთ იმ 4 წლიან მუშაობას, როდესაც მე ქართული ოცნების რიგებში ვიყავი, საუკეთესო პროგრამები გაკეთდა, მაგალითად, აწარმოეს საქართველოს ფარგლებში, როდესაც 60% თუ ბიზნესმენი ჩადებდა თანხას,
40% გრანტის სახით სახელმწიფო ჩუქნის, ხო? ეს არის ძალიან კარგი პროგრამები, მაგრამ ბატონებო, აქ ფულს ისევ დებენ მდიდრები და ისევ მდიდრები ღებულობენ გრანტის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას. რა ქნას იმ ადამიანმა, ვინც სოციალურად დაუცველია, მან როგორ უნდა ჩადოს ეს 60%? ესე იგი, გამოდის ჩაკეტილი წრე, როდესაც ვერასოდეს ვერ გამოვლენ ადამიანები აი ამ ჩაკეტილი წრიდან. და ჩვენ ამისთვის რას ვთავაზობთ? ჩვენ ვთავაზობთ, რომ დღეს მსოფლიოში გამოჩნდა ასეთი ცნება ციფრული ფული. აი ამ ციფრული ფულის მეშვეობით სახელმწიფოს ვთხოვთ ჩვენ, რომ დაგვიჭიროს მხარი, ლარის პარალელურად გამოჩნდეს ბრუნვაში აი ამ ფულის ერთეული, რომლის მიხედვითაც ავიღოთ ერთი რეგიონი ან ერთი რაიონი, სადაც გაკეთდება როგორც საცდელი პროგრამის სახით, დიახ, საპილოტე პროგრამის სახით და როგორია სქემა დაახლოებით, რომ წარმოდგენა გქონდეს, რომ თითოეულ ადამიანს, მაგალითად ოჯახში არის 5 ადამიანი, ყველა ადამიანს შეეძლოს 10,000 ლარის ექვივალენტის ციფრული ფულის კრედიტის აღება. რას ნიშნავს ციფრული ფულის კრედიტის აღება? და ეს იყოს საპროცენტო განაკვეთი 0,1 და 40 წლით. ეს ნიშნავს, რომ თითქმის წელიწადში შეიძლება 10 ლარი მოუწიოს გადასახადი. ეს ციფრული ფული რას ნიშნავს? ანუ განაღდება ამ ფულის და ამ ფულის ჩადება იგივე საქმეში ჩაშვება შესაძლებელი იქნება? დიახ. თუ არა? დიახ, როგორ მოხდება ამის საქმეში ჩაშვება, მაგას მაგამდე მივდივარ ახლა, დავამთავრებ ძალიან მალე. ანუ მაგალითად ოჯახი სადაც 5 წევრია 50,000 ლარის ექვივალენტის ციფრული ფულის აღება შეეძლებათ. ეხლა როგორ მოხდება ეს უკვე მერე ფულად ქცევა, ხო? ეს არის ყველა ეს საინტერესო. სახელმწიფომ სწორედ აქ უნდა გამოიჩინოს კეთილინება და დაეხმაროს ამ ადამიანებს, კერძოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განათავსოს სტრუქტურები, რომლებიც ამ ადამიანებს დაეხმარებიან. რაც უფრო მეტი ადამიანები გაერთიანდებიან ამაში, მაგალითად 100 ადამიანი, 200 ადამიანი ბიუჯეტიდან კიდევ უფრო მეტი წახალისება იყოს აი ამ ციფრული ფულის ექვივალენტზე, რომ შეძლონ მაგალითად 100 ადამიანი როცა გაერთიანდება და თითო ოჯახიდან 50,000 ოდენობა, უკვე გამოვა 5 მილიონი, ხო? და რაღაცა იმ რაიონისთვის დამახასიათებელი ფაბრიკა იქნება თუ ქარხანა, აი ამისი აშენება რო შეძლონ ამ ადამიანებმა. ეხლა როგორ უნდა გადავიდეს ეს, რაც თქვენ კითხვა დასვით, როგორ უნდა გადავიდეს უკვე ნამდვილ ფულში, ხო? სად უნდა შემოვიდეს უკვე მისგან მიღებული შემოსავალი. როდესაც უკვე დაუშვათ სახელმწიფო დაეხმარა, გასცა გარანტია ამაზე და ამ ციფრული ფულის მეშვეობით აშენდა რაღაცა ქარხანა. წინა შემთხვევაში ცხო დაეხმარა აწარმოეს საქართველოს ფარგლებში, როდესაც გრანტის სახით ჩადო. გრანტის მაგივრად აქ გასცა კრედიტი, საგარანტიო წერილი, ხო ასე ვთქვათ. გადის დრო და შეუძლიათ მათ რომ გამოუშვან რომელიმე ქარხანა მესკალამი. და როდესაც ამ კალმის გაყიდვა დაიწყება, უკვე რეალური ფული შემოვა ბიუჯეტში. და აქედან გამომდინარე ეს ადამიანები, რომლებსაც ჰქონდა ციფრული ფულით აღებული ვალი, აბრუნებენ უკან უკვე ჩვეულებრივი ფულით, ხო? აი, მხოლოდ ეს ეხა შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რაღაცა ცოტა ისეთია, ხმამაღალი განაცხადია, უჩვეულოა ჩვენთვისაც და ალბათ ძალიან კარგია, უჩვეულოა, მაგრამ მე გაგახსენებთ იმას, რომ ევროპის არაერთ ქვეყანაში მსგავსი პროგრამები იყო, მე გაგახსენებთ იმას, რომ ვინც ეკონომისტები არიან დამეთანხმებიან, რომ მეორე მსოფლიო ომის მერე ერხარდი ეკონომისტი გერმანიაში, როდესაც მანაც მოინდომა და დიდი სურვილი გამოთქვა, რომ თავისი ქვეყნის ეკონომიკა აეშენებინა, იფიქრა, რომ მე მინდა რომ ჩემი ქვეყანა ავაშენო. ეხლა ეს ფული რომ მივცე ადამიანებს დახარჯავენ, ministrებს მივცე შეჭამენ, რა გავაკეთო? მოდი მაინც ადამიანებს მივცე. აი ეს ინიციატივა გააცანით თუ არა, თქვენ შიდა გუნდს მაშ როცა ხელისუფლებაში. დავამთავრებ მე ამას, ანუ გერმანიაში რა იყო რომ ვინმე სარეგონოს რომ ეს არის ჩვენი ილუზია და რაღაცა ისეთი თემა, რომელიც ახალი ველოსიპედი გამოვიგონეთ ეხლა ჩვენ. და ზუსტად ჩათვალა მან რომ უნდა ანგარიშზე დაესვა $25 ექვივალენტი ადამიანებისათვის და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესებინა რომ გაერთიანებულიყვნენ ერთად. როდესაც დაინტერესა ეს ადამიანები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტრუქტურები გააკეთა, 2 წელიწადში მთელი გერმანია ფუსფუსებდა, მაშინდელი $25 დაუსვა თითოეულ ადამიანს ანგარიშზე და 5 წელიწადში სხვა გერმანია შექმნა.
დაახლოებით რასაკვირველია იმის მერე ძალიან ბევრი წელი გავიდა და დღეს სხვა მდგომარეობაა სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ეს მოდელი სხვადასხვა ქვეყანამ არაერთხელ გამოიყენა თავიანთ ქვეყნების ეკონომიკაზე მორგებით, დღეს დაახლოებით ეს მოდელი ციფრულ ფულთან მორგებით გვინდა რომ ჩვენ გამოვიყენოთ საქართველოს რეალობაში. თუმცა ჩვენ გვესმის ის რომ დღეს ბიუჯეტში არის 9 მილიარდი მხოლოდ, ეს არის ძალიან ცოტა და ძლივს კმარა იმ საჭიროებებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს და სწორედ ამიტომ მოვიფიქრეთ ჩვენ აი ეს მექანიზმი, რომელიც თავიდან შეგვიძლია მხოლოდ ერთ რაიონს მოვარგოთ და არა მთელ ქვეყანას, იმიტომ რომ ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაწუდება და ერთი საპილოტე პროგრამა რო გაკეთდეს. ამ ციფრული ფული არის ასე ვთქვათ თქვენი სავიზიტო ბარათი ამ არჩევნებზე, წინასაარჩევნო პროგრამის ყველაზე ისეთი საინტერესო არა, სხვა ძალიან ბევრი საინტერესო კიდევ გექნებათ შესაძლებლობა ჩვენ დრო იწურება სამწუხაროდ 4 ოქტომბერს თქვენ კვლავ გექნებათ შესაძლებლობა მიმართოთ ამ მომრჩეველს და მაინც დაუბრუნდები მკითხოს შეთავაზეთ თუ არა ციფრული ფულის იდეა თქვენს ყოფილ გუნდს. რასაკვირველია მე სანამ წამოვიდოდი გუნდიდან ყველას შევხვდი, იმიტომ რომ არც ჩემ თავს ვაკადრებდი და არც ქვეყნის ხელისუფლებას რომ ტელევიზიიდან გაეგოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მე უხეშად რო ვთქვა, არ წამოსულ ვარ და კარები არ გამომიხურია, არამედ დავემშვიდობე. რასაკვირველია ყველასთან მაქვს, ყველა ჩემი მეგობრები არიან საქართველოში, საქართველო ძალიან პატარაა და ალბათ არ არის სწორი, როდესაც ყოფილი გუნდის წევრებს გაებუტები და რაღაცა ისეთი ურთიერთობა გაქვს, მე ვთვლი რომ იქამდე უნდა გავიზარდოთ უკვე პოლიტიკურად, რომ ერთმანეთს მეგობრული ხელი ჩამოვართვათ. და რაც თავარია, მე ვისარგებლებ შემთხვევით და მოუწოდებ მოსახლეობას, რომ მე ვარ ისნის მე-9 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, გთხოვთ მხარე დაუჭიროთ, შემოხაზოთ 23 ნომერი. დიდი მადლობა მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმარი იყო ჩვენების ახალხო პარტიის წარმომადგენელი ისნის მე-9 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ქალბატონი ნანა ყეენიშვილი. დაგველოდეთ ზუსტად 7 საათზე ჩვენ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებთან ბატონ ირაკლი ლატარიასთან და ქალბატონ ლალი მორუშკინასთან ერთად დავბრუნდებით.